პირველები სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას, რომელმაც YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში 12 წლის შემდეგ ამოიცნო მისი შვილის ხმა. როგორც სოფო ბაბილაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო მისი შვილის ხმის მოსმენა 12 წლის შემდეგ. ის ახლა ჩვენი ეთერით უთulis მისი შვილის მეგობრებს, რომ თუ რაიმე ინფორმაცია აქვს, რომელსაც 12 წელია მალავენ, ალაპარაკდნენ. ეს ვიდეო ჩემთვის იყო სიკვდილი. ამ ვიდეოს ნახვა. არ ვიცი, თუ ეხლაც რომელიმე თითოეული მათგანი მიცქერის და მიყურებს და უმნიშვნელო რამეც კი იცის ჩემს შვილის შესახებ და არ მეუბნება, უმნიშვნელო რამეც კი იცის და არ მეუბნება, არ ვიცი როგორ ცხოვრობს. ამ მომენტში გურის აქ ცუდად გახდომის ხმა. უკვე რო ეტირება ეგ მომენტი ახლა აქ არც ხუმურობს არაფერი გურიკას ჩემი ხმა აქ. ჩემი ხმა იგივე მეორდება იმ ტელეფონში. მაგ კადრებში ხმა. რამდენჯერმე ჰქონია ეგ მომენტი, რომ აი როცა უკვე უნდა ეტირა რაღაცაზე მომენტში, აი მაშინ აი ხმა გამეხსენდა ზუსტად გურის. ზუსტად ეგ ხმა გამახსენდა. 12 წლის მერე ახლა პირველად მოვისმინე მეც წუხელის. ნამდვილად არ ვიცი, რავია. მით უმეტეს ყველა პატარა წვრილმას ვაგვირდები 2014 წლისას. რატო დატოვეს? ხო? აი ისეთი ხმა აქვს. რაღაცა აი თითქოს ეხვეწება, რომ აი ცუდად არის რა. მან ცემა და მან რამე არ არის, იმიტომ რომ ხალხი მიიქცევდა ყურადღებას და თვითონ გურიკა ცუდად არის ეტყობა და ვეღარ მიდის და ეხვეწება არ მიმატოთ, რომ იქ არ დარჩენილიყო. თავისთავად მოწმეები იტყუებიან. მაშინ ეგენი გამთენისას დაბლაუქი იქეიფეს და გამთენისას წავიდნენ მაღლა. სოფო ბაბილაშვილს გავრცელებულმა კადრებმა გაუმყარა ეჭვი, რომ მისი შვილის მეგობრები, რომლებთან ერთადაც გური 2014 წელს ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნად წავიდა, იტყუებიან. ჩვენებები შეთანხმებული აქვთ. კითხვები დაკარგული შვილის დედას აქვს საგამოძიებო უწყებასთანაც უყვირს, რატომ არ ამოიღო ძალოვანმა უწყებამ გური დადიანიშვილის მეგობრების ტელეფონები. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ დაკარგული ბიჭი 12 წლის წინ მლეთაში 6 მეგობართან და მეგობრის მამასთან ერთად იყო წასული, თუმცა როგორც ჩვენებებში მოწმეები ყვებოდნენ, გვიან ღამით ისინი ლომისის ტაძრიდან დაიძრნენ და გვიან ღამით დაახლოებით 3-4 საათისთვის გურის კვალი გაქრა. ყვებოდნენ ჩვენებებში, რომ ის თითქოს ქვაზე ჩამოჯდა და შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა გავრცელებულმა კადრებმა უფრო მეტი კითხვა გაუჩინა დაკარგული ბიჭის დედას. თვითონ ბავშვებმა თქვეს დაბლა დაჯდაო, მაგრამ ჩვენი მისვლის დროს ყველანი იძახდნენ წავედით მაღლა. მაღლა რაღაც მივდიოდი, არ ვიცი. თუ დაბლა დაჯდეს და ახლა დაქაცული ბავშვი ჩამოვიდა, ავიდა ჯერ მლეთაში ლომისაზე, ილოცეს იქ, ჩამოვიდა და კიდე წავიდა. მე მარტო-კინა წავიდა. თუ ჩამოვიდა, ესე იგი დაბლა უნდა მეწება ბავშვი, ხო? რატომ მივყავდი მაღლა ამ ბავშვებს? ფაქტია, რომ ერთი პირი აქვთ. იმიტომ რომ ეხლა ხან ბავშვი, რომელიც დამეკონტაქტა და მითხრა, რომ მე პირადად არ დამინახია ქვაზე დამჯდარიო, იმ ბავშვმაც გადათქვა ეს ყველაფერი არ მithქვია დედისთვისო. ეხლა დაიკითხნენ ერთი კვირის უკან, იმიტომ რომ პროკურატურამ დამიბარა და პროკურატურისგან დაიკითხნენ. და ერთ-ერთი სხვათა შორის ქალბატონ თაიასთან იცახის, რომ მივედით და ვიკითხეთ. ერთი და იგივე განმეორდაო. მეც მჯერა, რომ ერთი და იგივე მივიდნენ, შეეკითხნენ, როგორც 12 წელი გამოძიება მიმდინარეობდა და დააკითხეს ეს ბავშვები და გამოუშვეს. არაფერი სხვა. 12 წლის უკან ტელეფონები ბავშვებს ხო ეჭირათ? რომელიმეს ტელეფონი შემოწმებულია არა? ჩემს შვილს სურათში ტელეფონი უჭირავს. ამასობაში ტელეფონის სახში აქვს გურიკას. ვისი ტელეფონი უჭირავს არ იციან.
გამოძიებელს არ შეეძლო ბავშვებისთვის ტელეფონი ჩამოერთმე და შეემოწმებინა იმ მომენტში რა სწერდა გურიკა, ვის ემესიჯებოდა. თუ არა სწერდა თვალები რატო აქვს დახრილი. თავი უჭირავთ, რატოა ესეთი ფოტო მეთქი და მითხრეს, რომ გურიკა სურათს არიღებდა და ძალად გადავიღებ. ეგ ფოტო ეთყობა, რომ ძალად გადაღებულსა გას. 12 წლის დაკარგული გური დადიანიძის დედას გამარჯვების ჯერა ის დარწმუნებული არის რომ თუ ცოცხალს არა მკვდარს მაინც იპოვის მიშულს ამბობს რომ მისი ერთადერთი იმედი ახლა ადვოკატი ტარიელ კაკაპაძია ჯერავს რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვე შვილს ვიპოვნე აუცილებლად ვიპოვნე 12 წლის ტანჯვას დავასრულებ. ცოცხალს თუ ვერ ვიპოვნე, მკვდარს მაინც ვიპოვნე. ამ 12 წლის მანძილზე რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუცელი არ ვიცი. ალბათ მაგას ფიქრობდნენ, რომ ალბათ გული გავსკრება მოკვდებაო და ეს ამბავიც დამთავრდება გაახსნელი. მეორე რამის თქმა არ შემიძლია. არც ბუნებით არ არის ესეთი ადამიანი, რომ ვინმესთვის ცუდი მოვიდნდომა. ამიტომ გამოძიების დასრულებამდე ჩუმად ვიქნები. დასრულდება და ყველა მაგოს პასუხი, ვინც ამ 12 წლის მანძილზე ესე სასტიკად მომექცა და გამომწარა. სოფიო ბაბილაშვილი თხოვს ყველას, ვინც 2014 წელს ლომისობის დღესასწაულზე იყო, გადახედონ არქივს, მოძებნონ ფოტოები და ვიდეო ჩანაწერები არქივში, რომ შესაძლოა მათაც ჰქონდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი კადრები. ახლა შვილდაკარგული დედა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იპოვოს მისი 12 წლის წინ დაკარგული შვილი.